არჩევნები დასრულდა, მაგრამ გაყალბებული უბნების და შედეგების გაუქმების მოთხოვნით დავა სასამართლოში გრძელდება. ქართული ოცნება უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების გაყალბების, ოქმების გადასწორებისა და საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას აპროტესტებს. თერჯოლა, ხაშური, ზუგდიდი და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოლქი, რომლის გაყალბებულმა შედეგებმა კოალიციას მაჟორიტარები დააკარგვინა. ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების მოთხოვნა შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით უშედეგოდ სრულდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. 3766 უბნის მონაცემებით ქართულმა ოცნებამ ხმების 54,9% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 40,4%. ცესკოს მონაცემებით სხვადასხვა მიზეზების გამო საგარეჯოს, მარნეულის, თეთრი წყაროს, კასპის, ახალციხის, ხულოს, მარტვილისა და გორის თითო უბანი გაბათილდა. საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. თეთრი წყაროს ოლქში გაუქმებული იყო მანამდე 2 უბანი, ერთ-ერთი იყო 31 უბნის შედეგები. კომისიამ ჩათვალა, რომ ეს იყო სადაო სიტუაცია, იმიტომ რომ იქ გარკვეულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ამიტომ ბათილად გამოაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის, თეთრი წყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადათვალოს ამ უბნის ხმები თავიდან. ქართული ოცნების წევრები თერჯოლის რაიონის სოფელი სიმონეთის 34 სპეცუბნის შედეგების გაუქმებასაც ითხოვენ. მათი განცხადებით მიზეზი ტოტალური გაყალბებაა. უბანმა, რომელზეც ხმა სამხედროები აძლევდნენ, კოალიციის მაჟორიტარის ბედი გადაწყვიტა და ნაციონალმა კახა ბუცღიკიძემ გაიმარჯვა. შედეგების გაუქმების მოთხოვნით ოცნებამ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართა, თუმცა მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა. სასამართლომ გამოაცხადა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. მას გავასაჩივრებთ უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს კანონიერად განიხილავს და ქვეყანაში ზეიმობს სამართლის უზენაესობა, ყველა გააუქმებდა ამ უბანს. ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გადასწორებული ოქმები, ყალბი პირადობის მოწმობები და ბიულეტენების მოპარვა. კოალიციის წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 100 უბნიდან 60-ის გაუქმებას ითხოვენ. საოლქო საარჩევნო კომისიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც დავა სასამართლოში გაგრძელდება. კომისიის ხდომამ არ დააკმაყოფილა, ასეც გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და გადაეცა მომჩიბა მხარეს. სასამართლოში განიხილავენ კიდევ ერთი პრობლემური საარჩევნო ოლქის შედეგებს. ხაშურში 1 ოქტომბერს უბნებზე ძალოვნების გამოჩენამ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტს გარეთ დატოვა. კოალიციის მტკიცები დოქმები გაყალბდა სიღნაღშიც. ქართული ოცნება შედეგების ბათილაცნობას უშედეგოდ ითხოვს.